ბევრჯერ მინახავს ხოლმე ასეთი კომენტარი, რომ მე რომ ცემდა დედაჩემი და თმებიდან მithრევდა, ვერ გავიზარდე ადამიანი. რა თქმა უნდა, ადამიანი გაიზარდა. ბუნებრივია შეურაცხყოფას არავის მივაყენებთ, მაგრამ შენთან შეკითხვა იქნება ასეთი, როცა შვილებთან ურთიერთობაში არის ფიზიკური დასჯის და ხშირ, ადრე ალბათ უფრო იყო და ეხლა რა, თუმცა არც ეგ არ ვიცით. როცა არის ფიზიკური დასჯის მომენტი, მოკლედ შვილის რა ხდება მან და შეცდომა არის ესეც. რიტორიკული ნაწილია. ფიზიკური დასჯა არის ძალიან მძიმე რამ რაც შეიძლება ნამდვილად შვილს და ზოგადად ადამიანს მივაყენოთ. განსაკუთრებით თუ იქიდან შევხედავთ ამ საკითხს, რომ მშობელი არის როგორც აღვნიშნეთ, ნდობის და უსაფრთხოების გარანტი ბავშვისთვის. და როდესაც ირყევა აი ეს იქ, სადაც უნდა იყოს უსაფრთხოება, ნდობა და დაცულობა და იქ არის იქ მიმართავენ ფიზიკურ ძალადობას, წარმოიდგინეთ აი როგორც, რა ვიცი, სახლის საძირკველი რომ მოარყიოთ, ანუ დაინგრევა, ანუ ბაზისური რაზეც ადამიანის იზრდება და შენდება, აი რაღაცა ამას ვარყევთ. და ჩნდება დიდი, ასე ვთქვათ, უფსკრული ეს ემოციური უფსკრული დასაწყისში სხვათა შორის როგორც თქვით, ბავშვის განცდა არის, რომ ჩემი ბრალია, ანუ საკუთარ თავზე აქვს ეს ბრალი და რომ მან დაიმსახურა ეს. რო გავახეს დაიმსახურა. კი, დაიმსახურა და აი ესეთი ძალადობის მომენტები და განსაკუთრებით თუ ეს გრძელდება ხანგრძლივ ვიდროით, აი როდესაც მუდმივ ძალადობაში ან მუდმივ სტრესში, დისტრესში, ხო, რაღაცა ხანგრძლივობულ სტრესში იზრდება, ბავშვი ძალიან დიდი ალბათობით, აი განსაკუთრებული ზრუნველობა და რაღაცა ადაპტაციური გარემო უნდა შეექმნას მერე ცხოვრებაში, რაღაცნაირად ეს დაბრკოლებები გადაილახოს, რასაც აი ესეთი სახის მოპყრობა, ვთქვათ, იწვევს. პირველი და მნიშვნელოვანი თვითონ სწავლობს ამ ფორმას ურთიერთობაში. და ამას ქვია, რაც გადატანა, ანუ მშობელზე ვერ გადაიტანს, ხო, ამას. თუმცა არც მაგის ნაკლებობა მით უმეტეს ამავე პერიოდში. ხშირად რაც გვაქვს მერე ძალადობა პარტნიორებზე, ძალადობა მშობლებზეც და ასე შემდეგ, ხო, რა თქმა უნდა, არანაირი გამართლებას, თქვათ, არ უძებნით იმას, რომ ბავშვობაში ეს ადამიანი განიცდი და ამ მშობლისგან და ახლა აუცილებლად მანაც ეს უნდა დაუბრუნოს ან რაღაცა ამაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, როგორ არყევს და ანგრევს ადამიანს მსგავსი მოპყრობა და ძალადობა არის ჯაჭვია, ესე თქვათ, ჯაჭვური რეაქციით მიდის. ძალადობა შობს ძალადობას და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ და ვიცით და გვესმის ყოველ დღე. და ძალადობა ძალადობით არ იკურნება. აგრესიული ქცევა ეს კვლევებით დადასტურებული არის, განსაკუთრებით თანამედროვე სხვათა შორის ადრინდელი იცვლება პერიოდულად, ხო, რაღაცა გარკვეული თეორიები იქმნება ქცევებზე დაკვირვების შედეგად და შემდგომ თანამედროვე სამყაროში კიდევ ხდება ახლიდან, ასე ვთქვათ, კვლევების ჩატარება, კონკრეტულ საკითხებზე აქცენტის გასმა და იყო ესეთი შეხედულება და არის კიდეც, რა ვთქვათ, აგრესიის გამოვლენა რაღაცნაირად შეიძლება კათარზისას უკავშირდებოდეს, ანუ რაღაცნაირად განკურნების გზა იყოს. მაგრამ თანამედროვე კვლევების საფუძველზე არის ის, რომ განმეორებადი აგრესიული ქცევა პირიქით ამძაფრებს, თქვათ და მეტ აგრესიულ ქცევას წარმოშობს. და შესაბამისად, როდესაც ეს ბავშვი არის ამისი, ასე ვთქვათ, მსხვერპლი, მსხვერპლის მდგომარეობაშია, ან მსხვერპლის ან მოძალადის, ასე ვთქვათ, ხო, რაღაცნაირად მუდმივად მერე ცხოვრებაში, ან ერთი, ან მეორე და უმეტესად, როდესაც არსად არ მიდის ეს განცდილი მძაფრი ემოცია და ის თავის გამოვლინებას პოვებს სხვადასხვა ფორმით და რა ფორმით იპოვის გამოვლინებას თუ არ მოხდა
შესაბამის გარემოში რაღაცა დამუშავება ამისი დასულ ასაკში ძალიან ბევრი ადამიანი იაზრებს მისი ცხოვრების რაღაცა სირთულეებს და თქვათ ეძებს დახმარებას და იღებს ამ დახმარებას ხო და ამუშავებს ამ საკითხებს. მაგრამ ასე რომ გავყვეთ ფაქტობრივად საძირკველის მორყევა თუ როგორ შეგვიძლია ვთქვათ შეზანზარება სამბავე, იმიტომ რომ სადაც უნდა იგრძნოს უსაფრთხოება, იქ არის ყველაზე დიდი საფრთხე და აი ეს არის რა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობა ეჯახება ერთმანეთს ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში გამართლებული, ასე ვთქვათ, ფიზიკური შეხება არ არის.